უდმასტური და ხშირად მიწევს ჯოყოლოში გადასვლა. ეს არის ერთადერთი ეგრეთ წოდებული თუ შეიძლება უწოდოთ ხიდი, რომლის გავლაც მიწევს, რადგან სხვა საშუალება არ არის, რომ გადავიდე ჯოყოლოში. პატარა ბილიკია, თუ ფეხი წახს და რა თქმა უნდა ჩავარდები, არის ძალიან საშიში, განსაკუთრებით ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის. არის შემთხვევები, როცა გამიგია, რომ ვინმე ჩავარდა, რამე დაიზიანა. ძალიან მეშინია მთლიანად ამ ხიდის გადავლა და იძულებული ვარ, სადაც წყალი უფრო ნაკლებია და არის შესაძლებლობა ჩამოვიდე და ფეხით გავიარო ეს ადგილი. მაგრამ როცა ცუდი ამინდია, ესეც რთულია, რადგან არის ქვაღორღი, ქვებზე ფაქტიურად ან ფეხი არ გადამიბრუნდეს, მაინც საშიშია. და იძულებული ვარ მაინც ეს მონაკვეთი გადავიარო ხიდზე, რადგან ფიზიკურად ფეხით ამ წყალზე ვერ გადავალ, რადგან წყლის დონე ძალიან მაღალია. მიხდება ასევე ზოგჯერ ბავშვით გადასვლა და ძალიან მეშინია ბავშვით გადასვლა. თუნდაც ბარგის გადატანა ველოდები, იქნებ ვინმე ბიჭი გამოჩნდეს, რომ ეს ბარგი გავატანო და საში იქნება, როცა თოვლი მოვა. ფაქტიურად იმ სადაც წყალი მოდის, იქაც თუ ძლივს თუ გადავა ადამიანი შეიძლება გდილით გაიყინოს და ძალიან საშიშია ამ გაყინულზე ფეხი არ წაოსდეთ და თუ წყალში ჩავარდებიან, რა თქმა უნდა, შველაც ძალიან რთული იქნება და დიდ საფრთხეებთან არის ეს დაკავშირებული. ამიტომ არის ამ ხიდის დამთავრება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოსახლეობას გაუადვილდეს მეორე სოფელთან კონტაქტი. ამაზე მნიშვნელოვანი ჯერჯერობით არ ამგონია მოსახლეობისთვის გაკეთდეს რამე.